გარბოდა ქვეყნიდან ბრალის წარდგენამდე რა უნდა კარწახში? სად? ხალხის მოპარული ფული მაღალ ჩინოსნებთან შუამავლის საშუალებით იგზავნებოდა. ბატონი ზურატუყვაძე არ არის სამსახურში? პირაზე მეტია მე არ ვნახე. შაბათის გუნდმა დაადგინა ბიზნესმენი, ვინც სუს ღარიბაშვილის და ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და თან გამოძიებას ჩაუშიფრა, როგორ იპარავდნენ მილიონებს. ყოველი ხელშეკრულებიდან 10% პირადად მისთვის ნაღდი ფული, ანუ ქეშში უნდა მიმეცა. 8 საათზე სუსის საგამოძიებო მასალები ექსკლუზიურად შაბათის ეთერში. სამშენებლო, ავტომანქანების და სამედიცინო აპარატურის ბიზნეს იმპერიის მფლობელი ამტკიცებს, რომ ძარცვის საქმე შეთანხმებული იყო ღარიბაშვილთან. ღარიბაშვილს ჯუანშერისთვის ისიც უთქვამს, რომ არ ვიყავი კარგი სიძე, მაგრამ ვარ კარგი ბიზნეს პარტნიორი. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე თავდაცვის ექს-მინისტრი ქვეყნიდან გარბოდა. მოპოვებულია დოკუმენტი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საზღვარზე გააჩერეს და არ გაუშვეს. ანუ აქ დაიგეგმა ქართული ჯარის სამეურნეოში და დღეს ჩვენ მოგასმენინებთ თავდაცვის სამინისტროს იმ მაღალჩინოსანს, რომელიც აღწერს, როგორ ტყდებოდა მინისტრის დავალებით დიდი ფული ტენდერებიდან. როგორ გამოვიდა საჯარო ასულების დაწესებულებიდან ბურჭულაძის წინააღმდეგ მიცა ჩვენება? საქმეში დევს ჩვენება, რომ იპარავდნენ არა მხოლოდ ბიუჯეტის ფულს, არამედ გერმანიის მთავრობის მიერ ქართული ჯარისთვის გამოყოფილ თანხებსაც. ამ თანხის მიზნობრიობა ჯარისკაცებისთვის სამედიცინო ინვენტარის შეძენა იყო. არ მახსოვს, მაგრამ შესაძლებელია ტუყვაძის კომპანია ამ შესყიდვაშიც ფიგურირებდეს. დოკუმენტები დადგენილია, რომ ვილა ესპანეთში ღარიბაშვილის კაბინეტის თავდაცვის მინისტრს დავით ხიდაშელის ოჯახმა გადაუფორმა. იმ პრორუსი ბიზნესმენის ცოლმა მისი გვარიც დავით გარეჯის საქმით გავიგეთ. მინისტრის ცოლი კი ჩვენებაში სუსზე უბნება, რომ დიდი ფული სასწაულმოქმედი მალამოს დამზადებით რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ მალამოებს? საიდან მირეკავთ? და ფორტეპიანოს პედაგოგობით იშოვა. მუშაობდი ფორტეპიანოს პედაგოგად. ქონდა დანაზოგი. ხმაურიანი გვარები სუსის საგამოძიებო მასალებში. ვინ ვისადებს ხელს და ვინ ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. ყველაფერს გაიგებთ 8 საათზე. როგორც ოჯახის წევრის თქვენი სახლის გაჩხრიკეს, ბატონო ალექსანდრე, არ ვსარგოწყვეთ. დუმილი თავისუფლების სანაცვლოდ 12 წლიანი ციხისთვის განწერული ექს-პრემიერის ნათესავები საჯაროდ ღარიბაშვილის დაცვასაც ვერ ბედავენ. ახლაც არ გაქვთ არაფერი სათქმელი? სათქმელი ყოველთვის. სიმართლე გაირკვევა. დღეს 8 საათზე ნახეთ ვის სახლებში ეძებდნენ გადამალულ მილიონებს. რომ შოვდნენ არჩევნებს ჩვენ დავეხმარეთ მაგათა და ეგრე გამოიყენეს მთავრობამ. სუსი იმ ხალხს შეუვარდა, ვიზეც ეს სისტემა იდგა, თავდაყირა დააყენეს პარკაულების ვილა, აი იმ პოლიციელების დაკავების დროს აქტივისტებს რომ აღჩოხდნენ. არ ვიცი რა შეძებდნენ, გავუშინგინიათ სულა კედლები. ის ვინ არის ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ხალხი, რომელზეც სუსი ამდენი დღე ლაპარაკობს და ჩხრეკებზე შევარდა. ჩხრეკის შემდეგ არ ყოფილა, ანუ შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ გაჩხრიკეს ისეთი ადამიანების სახლებიც, რომლებზეც არსებობდა ეჭვი, რომ მათ სახლზე გომელაურის ქონება იმალება. ჩხრეკასთან დაკავშირებით ვარ, ჩხრეკა რომ ჩატარდა სახლში. გამოძიება მხოლოდ მამის ქარხნებით მთავრდება თუ კვალი ჰესების ბიზნესამდე წლივა, რომელსაც ღარიბაშვილის მეგობრის ძმა და ღარიბაშვილის ცოლის ძმა ერთად ფლობენ. მე გამორიცხავთ, რომ შეიძლება ეს ჰესები იყოს რაიმე. არა, ზართავად ყველაფერზე. ოლიგარქის გუნდი, რომელსაც ოლიგარქის სამართალი მიადგა. ნახეთ დღეს 8 საათზე. ბატონო ირაკლი, ჩვენი ყველა ჟურნალისტური გამოძიება სიმართლე ყოფილა, ახლა რა სიტყვით? ალბატონო მაგა, რატომ გაუშვით თანამდებობიდან რუსეთში საქართველოს სექციის წარმომადგენელი? გადალაგება ოცნების რუსულ ფლანგზე. ლილუაშვილს შეეწირა მერკვილაძის კანდიდატურა. მოხსნეს და თან ისე რომ მიზეზიც არ უცხრეს, მოსკოვში საქართველოს დიპლომატიის შეფი. ბატონო ირაკლი, მაინტერესებს მერკვილაძე თანამდებობიდან რატომ გადააყენეთ? ცხალი კედელი მაგასთან. მამუკა მერკვილაძე, რომელიც კობახიძემ პრემიერად დანიშნვისთანავე მოსკოვში გააგზავნა, ლილუაშვილის კადრი იყო. ვიზზე დადებენ ახლა ფსონს. ეს არაშოვლე უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. უმიზეზოდ მასაც არ გამოიწვევდა.
რა ქონებების დაგროვება მოასწრო გადაყენებამდე მერკვილაძემ, რატომ არ ბრუნდება ის საქართველოში და გახდება თუ არა მის კერძო საკუთრებად ქცეული სამგორის რკინიგზის სადგურის ამბავი გამოძიების საგანი. რამდენიმე კითხვა გვაქვს რკინიგზის ტერიტორიის გაყიდვაზე, რომელსაც ხელს დაჩი შენაწერდა, ამიტომ მაინტერესებს. შაბათის საღამოს 8 საათი ეს ჩვენი შეხვედრის დროა. ხვდებით აქ დღეს დავაპირვასა.